მე მგონი აქ ბევრი სალაპარაკო არც არაფერია, ყველაფერი წინასწარ დაწერილია, მოსალოდნელია და შესაბამისად, ამიტომ რამდენიმე დღის წინ თქვი მოსამართლესაც სასამართლოზე, ვითომ მოსამართლეს, ახლა იმას მოსამართლეობის არაფერი არც ხია. უთხარი და საზოგადოების წინაშე მე როგორც ერთი მოქალაქე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ამ ჯარიმის გადახდას. მიზანი არის ჩვეულებრივი ფინანსური ტერორი. ფიზიკურ ტერორთან ერთად ეს ხელისუფლება აწარმოებს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ ტერორს. მარტო აი ამ რუსთაველის მონაკვეთი რო ვთქვა, ხო, და საზოგადოებამ რო იცოდეს რაზეა საუბარი, იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად ლაშა ბაქრაძეს მიუტანეს ეს 500 ლარიანი ჩეკი. არა მხოლოდ ბატონო გიგი, წუხელ ძალიან აქტიურად იმუშავეს, კი. ნიკა ნარსიას და ბევრ ადამიანს მიუტანეს ეს 500 ლარიანი ჩეკი. ამას სამართალთან არაფერი კავშირი არ აქვს. საზოგადოების ასევე ცნობილია, რომ ამ შეცვალეს კანონი და კონსტიტუციის წინა საპირისპიროდ ესეთი ჯარიმები დაიყვანეს და მე აქ შევახსენებ საზოგადოებას, რატო არის ეს ანტიკონსტიტუციური. ეხლა გააკეთეს თითქოს ეს არის ჯარიმა, როგორიც აი მაგალითად მანქანის დარღვევის დროს არის, ხო, მანქანის რო და ანუ ჯერ გამოგიწერს პატრული და მერე შენ თვითონ და ასაჩივრო. აქამდე ვინაიდან ეს საპროტესტო ასე ეხებოდა იყო რეგულირდება კონსტიტუციით პირველ რიგში და შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონით. ამათმა ადგენენ და ეს დაიყვანენ ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, სამანქანო ორღერძულა ხაზის გადაკვეთა არ გადაკვეთის დონემდე. ეს რა თქმა უნდა ამაზრზენია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველა საზღვრებს არის გაცდენილი, ეს იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებიც კიდევ იმედს იტოვებენ და რაღაცნაირად ვეაჯებით თითქოს ამ ბროტების განსახიერებას, რომ არჩევნები დაგვინიშნენ და ამით ტოვებთ სივცეს, რომ ამ ამებამ მიიღოს მონაწილეობა და აი ამ კინტომ ეხა ტელევიზორში რო იყო მერი რო ქვია და 3 დღე გაყინა ქალაქი და ერთი პასუხიც კი რო არ აღირსა ადამიანებს რაღაცა შაბლონი დაწერეს მესამე პირი. აი რაღაც deep state რო არის ზღაპარი, რაღაცა ეგეთივე ზღაპარი დაწერეს მესამე პირი. რას ნიშნავს მესამე პირი? დუმილის შემდეგ კახა კალაძემ პირველი კომენტარი ჯერ მთავრობის ხდომაზე ხო ხმა არ მოიღო ბატონო გიგი და მე პირველი კომენტარი რო გააკეთა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ეს მესამე პირიც ჯერო არ ვიცითო დასტურდება თუ არაო და საერთოდ ანუ აი რამდენად არაინტერესებთ ადამიანების პრობლემები და პირიქით ხო? განსაკუთრებით იმ ადამიანებმა მინდა მიაქციონ ყურადღება, ვისთვისაც მაინც შეიძლება წუხს, მაგრამ მაინც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია. აი ეს სხვისი ჭირი, რომელიც შეიძლება აი ამ ადამიანების ცხვირპირის მტრევა არის. ადამიანების ესეთი ფინანსური ტერორი, დაპატიმრება და უბედურება. ეს შეიძლება თქვენთვის ვიღაცისთვის იყოს სხვისი ჭირი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის რა დღეს ქვეყანაში ხდება, შეუძლებელია არაისახოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ყოველდღიური ცხოვრება არის გაზის მიწოდება, დენის მიწოდება, წყლის მიწოდება, დასუფთავება, განათება, ბაღში რო რაღაცა ჩამოინთხლევა იმისი გაკეთება, ასფალტის შეკეთება და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული საკითხები, სერვისები, სახელმწიფო სერვისები, მე აღარაფერს ვამბობ ახლა კერძო სექტორი, რომელიც სულ ზღაფავს ეკონომიკურად, იმიტომ რომ კერძო სექტორი სულ ზღაფავს. ბიუჯეტში ნაკლები შემოსავალია. ბიუჯეტში ნაკლები შემოსავალია და ძირითადი ისინი ფული იხარჯება ამ ნიფხავ ჩამაფარებული მარდაბოიშიკების პრემიებისთვის და აღარ ყოფნის იმისთვის, რომ დროულად იქნეს აღმოფხრილი რომელიმე დაზიანება. მილის დაზიანება, რომელიც უკვე მეორეჯერ ხდება. მე შეგახსენებთ ამ ქალაქში 10 დღის წინ იგივე რა მოხდა და იგივე უპასუხისმგებლო განცხადება იყო. და აი ზუსტად ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა ნიშანი იმისა, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭირი და შენ, ვინც აი ამ ლოგიკით ცხოვრობ, აი ეს ჭირი მოვა შენამდე. იმიტომ რომ დღეს თუ რამე გაახსენდა, ხო, ამათი პროპაგანდა ხო 9 წელს გაიძახეს, ეხლა ეგერ შექმნეს რაღაცა პასპელი კომისია, რომ ნაციონალური მოძრაობის ეპოქის შემსწავლელი შეისწავლონ რაც უნდა უწიგნურება, რა უნდა შეისწავლონ, მაგრამ აი ამ ამბავმა ეს უგაძობას რატო საუბრობ ამდენი ხანი ამაზე. ადამიანებს გაახსენა ის რაც, სადაც ეს ამება ხელისუფლება ცდილობს, რომ დაავიწყოს. ეს არის 90-იანი წლები, იმიტომ რომ თუ
პროგრამის პირდაპირი პოლიტიკური მემკვიდრეები არიან ბიძინა ივანიშვილი, კალაძე და სხვა დანარჩენი. ეს არიან 90-იანების პირდაპირი მემკვიდრეები. პირდაპირი სულიერი და ბევრ შემთხვევაში სხვათა შორის ფიზიკური მემკვიდრეებიც არიან. ეს არის ასლან აბაშიძის მემკვიდრეობა და ეს არის 90-იან წლების მემკვიდრეობა. გაზობა ბატონო გიგი მე და გაახსენა და ამას მალავენ. ჩემი განწყობა პირადი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანებს უვარდებიან, სახლებში უვარდებიან, აი მოვისმინეთ ხო წუხანდელი ვიდეოები თუნდაც ჩაწერილი. სახლებში უვარდებიან და აი ამ 5,000 ლარიან ჩეკს უტოვებენ ესე და ეუბნებიან რომ აი ეს უნდა გადაიხადო, არ გადაიხდი და მეორე დღეს შემოვლენ, იქ ბავშვია სახლში, დიდია, მოხუცია თუ ვინ არის, აწიოკებენ ამ ოჯახებს. ხო რა მხედრიანიც ესე გვივარდებოდა სახლებში და ფულს ითხოვდა ესე რაღაც მართლა აკციამდე რა გააკეთეს ხო? ადამიანებთან შევარდა პირდაპირ, აი როგორც ცხოველების რაღაცნაირი კორტი შევარდა, დაარბია სახლი, დატოვა დარბეული სახლი და წამოვიდა და ამას დაარქვა ჩხრეკა. ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედება. ეს ამიტომ ვიძახი რომ ესენი პირდაპირ რამაც 9 წელზე ვესაუბრებით. 9 წელი რომელიც იყო სახელმწიფოებრივი დაფუძნების წლები და გაახსენეს ხალხს ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ინგრეოდა, იწოდა, უშუქოდ, უგაზოდ, გაყინული იყო, უბედურება იყო, ხალხს იტაცებდნენ, ხალხს ქუჩაში წემდნენ და აუბედურებდნენ და ესე დაუჯელად და მე სასამართლოც და ყველაფერიც ესე შეკრული წრე იყო. და თუ ხთამს არ გადაიხდიდი, ვერ გამოძვრებოდი აი ამ მოჯადოებული წრიდან და თუ ცოცხალი საერთოდ გამოხვიდოდი. აი აქ მიიყვანა ივანიშვილის განუკითხაობამ. ის კი არა რომ მას ეს ძალიან უნდა. ეხა არავის არც როცა ხელისუფლება გიფხრია ხელს, არ გინდა რომ ხელიდან წაგივიდეს პროცესი. უბრალოდ უნდა გვესმოდეს. ის რისი სანქცირებაც მოახდინა ივანიშვილმა და ეს არის პირდაპირი ადამიანების ტერორი ქუჩაში. ის რისი სანქცირებაც მოახდინა მან, როდესაც პირდაპირ მიმდინარეობს ფინანსური ტერორი ადამიანების. ამას ვერ გააჩერებ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც შენ არ მოგწონს. იმიტომ რომ ფინანსური ტერორი შეეხება ყველას. ფიზიკური ტერორი შეეხება ყველას, იმიტომ რომ როდესაც აი იმ ნიფხავ ჩამოფარებულმა ვითომ პოლიციელმა იცის რომ დავალებით შეიძლება შენ ცემოს, მეოთხე და მეხუთე ადამიანს თვითონ რომ არ მოწონს, იმას მიადგება და იმას ცემს. ანუ პირად შურისძიებასაც ჩადებს, იმიტომ რომ ეს მოსულა. აი ამ სახიფათო იმაზე მივედით. ეს აისახა ეკონომიკაზე, ეკონომიკა ასეთ სახიფათო მდგომარეობაში არ ყოფილა, ანუ აქაც სხვისი ჭირი ღობეშხირია და ბიზნესმენების საყურადღებოდ უნდა თქვა, როდესაც ნათია თურნავა ყველა წესის, კანონის და იმის დარღვევით საბანკო სექტორს პრაქტიკულად უროს ჩაარტყავს, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს არ იქნება და ვერ იქნება სამწუხაროდ მხოლოდ კერძო შემთხვევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ან რა ვიცი, ოთარ ფარცხალაძეს ეხება. ეს შემთხვევაა, რომელიც ხრწნის, აფუჭებს, ანგრევს და აი გუშინ თქვენ გქონდათ აქ სიუჟეტში, სახელმწიფო საცავად გადაიქცა პირდაპირ ივანიშვილის ფული უდევს და 4%-ს უხდის სახელმწიფო, ანუ ჩვენ უხდით ბიუჯეტიდან ადამიანს, რომელმაც უბრალოდ, იმიტომ რომ კერძო ბანკში არ მიიტანა თავისი ფული, იმიტომ რომ იმ კერძო ბანკს შეიძლება საერთაშორისო სანქციების შიშით უბრალოდ ის ფული გაყინა მოუწევს, საწაიღო და სახელმწიფოს ეროვნული ბანკის საცავში. ასე რომ იცოდეთ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილის ფულს იცავს დღეს სახელმწიფო პირდაპირ მნიშვნელობით, ესე შტაბელებად არის დალაგებული აეროპორტის ტრასაზე და ამაში ჩვენ ყოველთვიურად კიდევ 4%-ს უხდით აი ამ ვიგინდარა ადამიანს. ადამიანს, რომელმაც ქველმოქმედებად გაასაღა ჩვეულებრივი მოსყიდვა და მილიარდებს რო ითვლის, მათ შორის იმ ეპოქაში, როცა მაშინ უნდა მიგვეხედა მართლა, იმიტომ რომ ეს არანაირი ქველმოქმედება არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ყალთაბანდობა. გადასახადების გადახდის ნაცვლად, რომ იქ ვიღაცას ფულს მიცემ და მე იმას შენს დაკრულზე აცეკვებ, ეს ქველმოქმედება არა, ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა და ორმაგი დანაშაულია. ერთი რომ გადასახადს ფარავ და ხალხს ართმევ ფულს და მეორე აი ამ ფულით ვითომ ქველმოქმედებით მოისყიდი და მე ცირკის შაპიტოსავით ეგერ ხედავდით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, როგორ მის დაკრულზე და იმაშვებოდნენ აქვე და შვებიან დღემდეც. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად უნდა გვესმოდეს, არის ფინანსური ტერორი ფიზიკურთან ერთად და ჩვენი პასუხი შეიძლება მხოლოდ იყოს ერთი. არ გადავიხდი, არ დაგემორჩილები. და თუ არ ვემორჩილები ამ რეჟიმს, მაშინ, როდესაც ვკეტავ გზას,
უბრალოდ ვკეტავ იმას კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში და არა ჩემი ნებით და ჩემი ახირებით და მიუხედავად ამისა გაჯარიმებენ შენი პოლიტიკური პოზიციის გამო თუ გაჯარიმებენ პოლიტიკური პოზიციავე არის ის რომ ამ უსამართლო ჯარიმას არ დაგვემქვამდევროთ. დანარჩენი რაც უნდა ის უქნია 5000 ლარი არ ვიცი რაც მე არ ვიცი სპეკულაციაზე არ შევა ისევე როგორც ხას უსვა მე ვერ დავავალდებულებ ვერცეთ ადამიანს ასე მოიქცეს ძალიან ბევრი ადამიანი ჯარიმდება ხა კონვერული სახე მიიღო ამან მაგრამ 5000 ლარი არის ისეთი თანხა რომელსაც მე არ ვიცი აი ვის შეუძლია დღეს რომელ ადამიანს რო ხო დავიდეს და 5000 იმანიშვილი გინდა რა ივანიშვილი არის ადამიანი რომელიც მოვიდა ძალაუფლებაში 5 მილიონი თვითონ სოფელს რო დაპირდა გვახსოვს ხო და შედეგად მივიღეთ 5000 ლარიანი ჯარიმა თვითონ მოქალაქეს აი ამ საზიზღარ მოცემულობაზე გვაქვს ლაპარაკი მე აღარ რუსეთზე ვლაპარაკობ და აღარ სახელმწიფოებრიობის გაქრობაზე აქ ელემენტარულ ურთიერთობაზეა ეს ურთიერთობა რომელიც ივანიშვილმა გადაწყვიტა კონდეს მის სახელმწიფოსთან და მის ხალხთან მის უпростоრეთ არ არის სწორი იმიტომ რომ არც საქართველოს სახელმწიფოა ივანიშვილის არც ერთი გაგების იმიტომ რომ ის როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაიბადა მაშინ მან არჩევანი გააკეთა ის გახდა ბორის ივანიშვილი და გახდა რუსეთის მოქალაქე. ეს მაშინ, როდესაც დაიბადა ეს სახელმწიფო, როდესაც დამოუკიდებლობა მიიღო, მაშინ გააკეთა ეს არჩევანი. ამიტომ ეს სახელმწიფო არ არის მისი. ამ სახელმწიფოს ის ერწევა როგორც ჩვეულებრივ რეზერვუარი, რომელშიც შეინახავ შენ ფულს და საბადოს და შენ უსაფრთხოებას და დანარჩენ ყველა ადამიანს აქცევ შენ მომსახურე პერსონალად და ვინც ამ თამაშის წესებზე არ მოდის, ის ან უნდა განიდევნოს, ან უნდა ციხეში აღმოჩნდეს, ან ქვეყნიდან გააგდებო, ან მოკლა. აი ეს არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ვთავაზობთ და ჩვენ თუ ვართ ერი, ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო და თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც შენი შვილი იქნება დაცული, შენ შვილს ექნება მომავალი, შენი სიბერე იქნება დაცული, შენ იქნები უბრალოდ იგრძნობ თავს ადამიანად და არა იმ რაღაცა არსებად, რომელსაც დებილად გექცევიან და იმ სამარცხვინო სიგიჟეების გაყლაპებენ, რასაც ტელეპროპაგანდა დღეს აკადრებს ხოლმე ქართულ საზოგადოებას, მაშინ ჩვენ ეს ხალხი უნდა დავამხოთ. სხვა ალტერნატივა აქ არ არის, იმიტომ რომ გადაწყვეტილი აქ ივანიშვილს ჩვენი განადგურება. ვისაც ვაჟკაცობით არა, შიშით მაინც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ შიშსაც მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც გაგდებენ საკუთარი სახლიდან, საკუთარი ქალაქიდან და საკუთარი ქვეყნიდან, როდესაც უკან დასახევი არა გაქვს, მაშინ უნდა იცოდე, რომ ეს კაუჭი, რასაც ქვია სისტემის მხრიდან შეშინება, დაშინება, უნდა გადავძლიოთ. სხვანაირად თუ ამ კაუჭი გამოგვდებს, იქნება ეს ფინანსური, იქნება ეს ფიზიკური წყვილპირის დამტვრევებით, იქნება ეს ციხეში უსამართლო ჩაგდებით და იქ ტერორიზირებით, აი რასაც ახლა ბაჩიაშვილს უმზადებს, ხო? და იქნება ეს მაგალითად სამხედრო კომისარიატში დაბარებებით და მამით მანიპულირება ახალგაზრდებზე, რომ აი ხა გაგიშვებთ ჯარში თუ შენ არ გაჩერდები, ესეც დაიწყეს. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გვესმოს, არის ფართო მასშტაბიანი შეტევა ქართულ საზოგადოებაზე, მის აქტიურ წევრებზე და თითოეული სფერო, სადაც ეს შეტევა ჩვენ სფეროში უნდა გქონდეს პასუხი და პასუხი დიც ვერ მოიფიქრებთ. როცა გაჯარიმებს უნდა უთხრა, უნდა ანახოს სისტემას, რომ ფეხზე მკიდიხარ. როცა გიჭერს სისტემა, უნდა ანახო, რომ ფეხზე კიდია. როდესაც ჯარში გიშვებენ ძალით, ხო, ეუბნები რომ მე წავალ ეხა ჯარში. და იქ შევალ და ვიმსახურები ჩემ ქვეყანას იმით, რომ იმ ადამიანებს, სადაც შენი ხმა, ჩემი ხმა და დახურული სივრცეა და ვერ ვაწვდენთ ხმას, შევალ და იქ ვიტყვი სიმართლეს, იქ დაველაპარაკები ადამიანს და დამერწმუნეთ, ერთი ადამიანმა შეიძლება მთლიანად მთელი ის აიყოლიოს, იმიტომ რომ საზოგადოებას ცოდნის დონეზე ეს ამბავი, რომ უბედურებაში ვართ, ეხა კვლევამაც ანახა, ეს გააზრებულია. აქ არის ლაპარაკი რაზე? აქ არის საჭირო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომელიც ამ საზოგადოებას ანახებს აი ამას, ამ დამოკიდებულებას, რომ არეშინია და მიდის ციხეზე, არეშინია და მიდის იმ დაჯარიმების არ გადახდა საზმო. არეშინია აშინებენ ჯარით, პირიქით მიდის და აქეთ იმათ ეშინოდეს იმ ადამიანების და იმ ახალგაზრდების, რომლებიც ხმას ამოიღებენ. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, ნებისმიერი საცეცი, რაც შეიძლება გამოიყენოს და ბევრი არ არის, ყველგან შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერი არის დღეს ძალმომრეობის იარაღად ქცეული და ამაზე პასუხი
შეიძლება იყოს მარტო სინდისის სადარაჯოზე მყოფი ადამიანები, რომლებიც აი ესე პასუხ აგრძნობინებენ, რომ ფეხზე მკიდიხარ. აი ნამდვილად ეს არის ხელისუფლება ამას ამბობს ყველა მისი გადაწყვეტილებით და მოქმედებით თუ განცხადებით, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს ხალხის არც მდგომარეობა, არც მათი აზრი და ის არის ბოლომდე წამსვლელი. აი ხო ნახეთ იმ დროს დაჩმორება გადაწყვიტა, აი ცოტა ხალხია და ტურებივით გამოვარდა, შედეგად რა მიიღო? დაახლოებით 9 საათში მოხდა აბსოლუტური მობილიზაცია ხალხის, გამოვარდა ხალხი ქუჩაში, გაივსო იქაურობა და ესენი რაღაც ბეჩავად რო იდგნენ, რაღაცა გეგონება ლიანდაქს იცავდნენ, საიდაც ვიწრო იყო, იქ მივიდა ეს ხალხი და გადაკეტა გზა და კარგი კადრები იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხალხის დასაჩმორებლად გამოსული ეს ჩულკთავზე გადმოცმული ვითომ პოლიციელები ჭიჭინაძეს ქუჩაზე როგორ მიბუნძულებდნენ დამოძულებულები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ უნდა ყოველი პატარა გამარჯვებებით იქნება. იმ დღეს რეჟიმმა მიიღო გაწნა სილის და ამიტომ იყო მეორე დილით გაბიტაშვილს დაახვედრეს ძაღლისეირნობისას ისა, მერე ეს გაავებული 5,000 ლარიანი ჯარიმები, ეს არის აი სწორედ ის იმ დღეს ნაწნე გამოწვეული ფიასკოს გამო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ორი რამეზე ეფუძნება. აი ხა თქვენ თვით რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პოლიტიკური ეს ფიგურების გარდა ეს პროპაგანდისტებიც არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აღარაფერს აღარ ეფუძნება დღეს ივანიშვილის რეჟიმი. ორ რამეს, ეს არის GDD და ეს არის იმედი. ჩვეულებრივად პროპაგანდა და ეს ფიზიკური შიშველი ძალა, ეს 1000 თუ 2000 კაცი. და დადგება ძალიან მალე ალბათ მომენტი ამ ქვეყანაში, სადაც ის 2000 კაცი და ის ნიფხავ ჩამოფარებული ბანდიტები აღარ ეყოფა ამ ძალმომრებელს. ისევე როგორც გაწყალდება და გატრუხტებულია უკვე ამათი პროპაგანდა და სულ უფრო და უფრო გაწყალდება, იმიტომ რომ სიმართლე შეიძლება ატყუო რაღაც ბევრი ხალხი, ცოტა ხანი, მაგრამ დიდი ხანი ვერ მოატყუებს ბევრ ადამიანს და ამ ჭეშმარიტების მომენტი დგება უკვე ამ ქვეყანაში. ვილაპარაკოთ, რომ აი ეს მომენტი დადგებაო თქვენ თქვით. ამას როცა ხელისუფლება ხო დგას ძალაზე, დგას პროპაგანდაზე და მას გადაწყვეტილი აქვს, რომ წავიდეს ბოლომდე, აბსოლუტურად არ აინტერესებს არაფერი, მისი მთავარი მიზანი ახლა არის, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს ხელისუფლება, ხო? აი ამას როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ახლა მოქალაქეები, რომლებს შიშველი ხელებით და მხოლოდ მოტივაციით, რომ ეს ხელისუფლება უნდა გაისტუმრო, ხო? 77 დღეა, ბატონო გიგი, დღეს უკვე რაც დაიწყო უწყვეტი პროტესტი. აი, სად ვართ ჩვენ ამ 77 დღის თავზე და რა არის ახლა, რა ეტაპი უნდა დადგეს, რომ ეს რეჟიმი ამ რეჟიმმა მართლა რაღაცა რყევა და ყანყალი დაიწყოს და ჩამოიშალოს საბოლოო ჯამში. მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის არის გრძელვადიანი და მომხანცველი. სწრაფი არის უფრო არამშვიდობიანი პროტესტი და არამშვიდობიანი პროცესი, რომელიც შეიძლება ან ისე დამთავრდეს, ანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მძიმე შედეგები აქვს ხოლმე თვითონ სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც ქართული საზოგადოება უდიდეს ტესტს გადის. ეს გადის შეცდომებით, რა თქმა უნდა, იმიტომ შეცდომებსაც უშვებთ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ნაწილში ჩემი აზრით არის მთელი რიგი პრობლემები, მაგრამ არსებითად შემიძლია არა ყოველგვარი ირონიის გარეშე თქვა, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა მიდის, რაღაცა ხეგელის აბსოლუტური გონით იმართება. ანუ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც ეს პროტესტი რაღაცნაირი ზვავივითაა, ბურთივითაა, ხო, ბურთს არც თავი აქვს და არც ბოლო ის ტრიალებს, კრებს, დიდდება და მე რაღაცას დაეჯახება და დედას უტირებს. აი ესეთი ანალოგია შეგვიძლია მოვიტანოთ ამ პროტესტის, ამიტომ ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში აი ეს თითქოს რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო იღებს იმ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა იმ მომენტისთვის. ანუ გახსოვთ როგორ იყო? თავიდან იყო ამოცანა გაძლების და უნდა ენახებინათ ამას, რომ ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობის უნარი და წაიმტრია ცხვირი, როგორც რუსეთის ჯარმა პირველ ორ კვირაში წაიმტრია ცხვირი უკრაინაში, ზუსტად აი ამ ნიფხავ ჩამოფარებულებმა GDD-მ ცხვირპირი წაიმტრია პროტესტის წინადღეებში. მერე იყო მოთხოვნა, რომ ასე არ შეიძლება მარტო ღამე იყოს
პროტესტი უნდა იყოს დღისითაც, ხო? და ჩვენ ვნახეთ ნელა და ამაზე წერდით, ლაპარაკობდით იმაშობით და ნელა უცბად დაიწყო მარშები, ხო? მე იყო საუბარი იმაზე, რომ ისა თქვათ რეგიონები უნდა მოიცვას და ამ რეგიონალური მოცვის მომენტი წამოვიდა. ეხლა უნდა გეხო და ეხლა ისიც უნდა გესმოდეს რომ ეხლა არის ყველა წამოვიდა ის მომენტი რომ აი მაგისტრალების აი მე რაზეც დამიჭირეს იქ მაშინ ხო სიტიმოვთან და რაღაცა აქაც უყურე ვნახეთ რომ ჯერ ბოლომდე არ არის აი ეს ზვავი მზად ამისთვის და შესაბამისად არავის არ ეთაკილა და ძალიან ჩვეულებრივია გაუქმდა იმიტომ რომ თუ არ არის რაღაცა კარგად მომწიფებული და მომზადებული ამაზე ეს არ უნდა საერთოდ მთავარი ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს არის და რაზეც ყოველთვის პროპაგანდა შემოგიტევს არის ის რომ არ უნდა იყოს საკუთარი ნათქვამის მძევალი მაგალითად ეხა დავაანონსე და აი სხვა გზა არ მაქვს უნდა მივიდე თუ რაღაც არასწორია გამოდი და შეცვალე ხო კი ბატონო უთხრა მოდი ეხლა მზადა ვარ და მომემზადოთ რაღაცა ეს მაგალითად იგივე ხა ჩვენ მე რატომ არ ვავალდებულებ რატომ მე ვერ დავალდებულებ სხვა ადამიანებს იქ სხვა ადამიანებს სხვა წარმოდგენა აქვს იმ ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით ხო ამიტომ ეს ინდივიდუალურია რაღაცა X სიტუაცია შეიძლება დადგეს და მეც მომიწვიოს ამ გადაწყვეტილების შეცვლა მე არ ვაპირებ საკუთარი სიტყვის მძევალი ვიყო იმიტომ რომ ვიცი რომ როდესაც საკუთარი სიტყვის მძევალი ხარ აი ამ კაუჩს შეს პროპაგანდა ამოგიდე და დაგიწყებენ აბა შე რო ეს თქვი და შე რო ეს არა ეს არის ცოცხალი პროცესი და უნდა გვესმოდეს რომ აი ესე ყალბად გაგებული თანმიმდევრულობა თქვი და სხვანაირად არ გავაკეთებ ეს დაანონსებულია და თუ ამტყობ რომ არასწორია ამიტომ ესეც კარგი მოქნილობა აქვს ამ პროტესტს რომ მას აი ამ გიჟურ სიტუაციაში მათ შორის რეფლექსია შეუძლია და იმის აღიარება რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ ყველაზე ესე თქვათ ჩემი აზრით მაინც პოლიტიკური კლასის ნაწილში არის, რასაც ჩემი ხედვით, რასაც მე უყურებ, პოლიტიკური პარტიების მოთხოვნილება რო იყო ერთიანი, ამას პოლიტიკური პარტიების ნაწილი დღეს ისევ იმ ნაცად იმას, რომ ჩვენ ისე მე მეგობრებო, ჯერჯერობით არჩევნები ახლა არ ტარდება. ხო, კი ბატონო. ყველანაირი პოლიტიკური ესე ვთქვათ, პარტიული იდენტობას, რომელიც ახლა ყველას აგააჩნია და ეს არც ქრება ერთი და ორი დღით, აქ ხო სხვა რამეზეა ლაპარაკი. საზოგადოებას, ვინც განსაკუთრებით აი ამ პროტესტშია, უნდა რომ იხილოს ეს ვთქვათ, გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, რომელსაც რაღაცა რეიტინგი გააჩნია, უფრო მეტ თანამშრომლობაში. და მათ კატეგორიულად არ მოწონთ ნიშნავს მეტ ძალას, ბატონო და მეტ იმედს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ივანიშვილის ჩვენ მაგალითები შეგვიძლია ხო წარსულიდანაც ეხლანდელიც სადაც ვხედავთ რომ ერთიანი ძალისხმევაა და კოორდინაციაა და კოორდინაციაში ბოლო-ბოლო ეხა რაღაცა ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვა კი არა ეს კოორდინაცია არის დილი 11 საათზე 10 საათზე 5-6 ადამიანი სხვადასხვა პარტიიდან თემატურად იკრიბება ყავას სვას მსჯელობს და ეხლა რატო უყურე რატო აქაც არის მნიშვნელოვანი რა როდესაც ლაპარაკობთ პროპაგანდაზე ორი რაღაცა ხო პროპაგანდა და ფიზიკური ძალა. როდესაც გვცემენ ქუჩაში რა და გამოვარდებიან ესენი. მაშინ ჩვენ ერთად ვდგევართ. მაგრამ პროპაგანდის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ვდგევართ ერთად. იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად ხო ორი დღის წინ მოხდა სოლიდარობას ეხლაც უთხრათ არ არის დაპატიმრებული, მაგრამ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალმომრეობის ხვეპლი იქნება, სოლიდარობა უნდა გამოცხადოს აბსოლუტურად გულწრფელად მომხდარა. ხო, და ლევან გოგიჩაიშვილს. მაგრამ უყურეთ, ზუსტად 10 წუთში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, ხო, გამოდის ბატონი გახარი ეგ დგას რუსთაველზე და 5 წუთიანი მისი გამოსვლა 2 წუთი დაუსვნა ნაციონალური მოძრაობის ლანძღვას. და ამიტომ ხა, იცი რა არის რომ ხა მე არც მაგაზე არ მექნებოდა რეაქცია და მათ შორის არც იმაზე მექნება ვინ საუბრობს ხო ყოფილი ხელისუფლება დღეს არ არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი ყოფილი ხელისუფლება დღეს პოლიტიკურ სპექტრში პირველ რიგში არის ბატონი გახარია და მისი პარტია ეს ადამიანია რომელიც ბოლო მონუმენტური დარბევის ავტორია ხო ეს ადამიანია რომელმაც ჩვენ დაგვესხნენ ტიტუშკები აეროპორტში კამერების ქვეშ რომელიც არ ამოიღო მისმა გამოძიებამ
და ეს ადამიანია, რომელმაც მერე ეს ჯუდოისტები მე და გოკა გაბაშუს ჩაგვიდო თითქოს ჩვენი მასაქვენით, ხო? და კიდევ ძალიან ბევრი ესეთი საშინელი ისინი მისი მინისტრობის ქვეშ უნდა თქვა. ისე ვიმეორებ. ეს ადამიანი სისტემამ გადმოაგდო აქეთ. ეს ადამიანი ამ სისტემიდან წამოვიდა. და მე ისე ვიმეორებ, საერთოდ არ მსიამოვნებს მის წარსულზე ლაპარაკი. იმიტომ კი არა რომ ის არ მტკივა და ან რატო ეხა თუ ის ლაპარაკობს, მე ცვი ლაპარაკებ. და დამერწმუნოს ბატონი გახარია რომ გაცილებით მეტი ჩონჩხი აქვს მას, ვიდრე სხვა დანარჩენს. ამიტომ მაგრამ ხა აქაც ის არის, ანუ რა კომპლექსი, რატო გამახსენდა ეს ხო კომპლექსია, რომელსაც პირველი დღიდან პროპაგანდა რას ჩალიჩობს, ესე ვთქვათ, რომ ყველა ჩაყაროს ერთ ქვაბს და ყველა ღმერთმა დაიპაროს, ღმერთმა დაგვიპაროს ჩვენ ნაციონალური მოძრაობა, რომ გახარია ნაციონალური მოძრაობა. ვაფშე ჩვეულებრივი თუ კლასიფიკაცია, ჩემთვის გახარია არის ჩვეულებრივი ევროკოდს. ევროპული მომავალი უნდა, უბრალოდ ანთროპოლოგიურად არის კოდსი და ნასწავლი აქვს აი ეს ტრუკები და ჟულიკობები, რომელსაც ივანიშვილი ხეზე ასვლას არ ასწავლის, მაგრამ რაღაცა პატარა ჟულიკობებს იქ ასწავლის. იმიტომ რომ ისა მაგრამ პრობლემა ხომ თავარი რაშია. ანუ ეს არის. ან პროპაგანდას უნდა რომ ყველანი ჩაყაროს ერთ ქვაბში. რატო უნდა ეს? იმიტომ რომ დისკრედიტაცია მოახდინოს რისი ერთიანობის. ანუ ეშინია ერთიანობის, ამ ერთიანობას არქმევს ნაციონალური მოძრაობა და ყველა ნაცია და ვისაც ეს კომპლექსი აქვს, იმას კაუზზე წამოიკიდებს და სათამაშოსავით ათამაშებს. მაგალითად ბატონი გახარია, რომელიც ძულს ივანიშვილს. მე არ ვაბრალებ მაგას იმას, რომ შეკრულია. არჩევნებზე ეს კაცი საერთოდ უფულოდ იყო, შეკრული რო ყოფილიყო, ექნებოდა ფული. მაგრამ მას აქვს კომპლექსი. და ამ კომპლექსისგან თუ არ განთავისუფლდება, მაშინ ის იქნება ჩვეულებრივი კოდსი, იმიტომ რომ ამ კოდსი მას მანიპულირებას აკეთებს. ეს ერთი კომპლექსები უჩნდება. და ამიტომ თუ უნდა ამოვიდეთ ჩვენ არა მარტო გახარიას კომპლექსები, კომპლექსი აქვს მას, რა ვიცი, სხვებსაც აქვს, აი მიშა სააკაშვილი არ დავინახოთ, ეგერ დაძრებიან სადღაც და 9 რეზოლუციაში რო არის მისი განთავისუფლების მოთხოვნა, რაღაცებს სისინებენ. ვერაფერს ვერ აკეთებენ, მაგრამ მაინც სისინებენ. ხო? არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ არის მკაფიო რაღაცა და გახარიას გასაგონად პირდაპირ მინდა ვთქვა, მის გასაგონად. თუ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი, არ გვიყვარდეს, სხვადასხვა წარსული ქონდეს რაღაც. და ჩვენ ვართ ადამიანები და იქით არიან რუსის ზომბები. და თუ მას უნდა ადამიანებისკენ ყოფნა და ადამიანებთან ერთად ყოფნა უნდა მოიქცეს ადამიანურად. და თუ ის არის იქცევა ის როგორც რუსის ზომბი, მაშინ ჩვენ ადამიანები მოვექცევით მას როგორც რუსის ზომბს. ამიტომ კაფეო ის უნდა გააკეთოს. ადამიანები იმითი განსხვავდებიან ზომბებისგან, რომ მას ერთმანეთი უყვართ, არ უყვართ, ჩხუბობენ, კამათობენ, ძულთ კიდეც ერთმანეთი. და მე საერთოდ არ ვავალდებულებ ბატონო გახარიას იმას რა ქვია, ჩვენი მეგობრობა. საერთოდ არც მაქვს ამის სურვილი პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ შეიძლება ჩემი დამოკიდებულება ეხლა რომ ამოვაფრქვიო, გაცილებით აგრესიული იყოს მისი საქმიანობის მიმართ, მაგრამ აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. იქი თუ არის ზომბი, შენ ხარ ადამიანი, ვიკამათეთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ებძვის ზომბებს, უნდა მოიქცეს ადამიანთან ადამიანურად. ან მოიქცეს ადამიანურად, ან მოიქცეს როგორც ზომბი, როგორც ჩვენ გვეცოდინება. თუ ადამიანი ხარ, იქნები ადამიანი, თუ არა და იქნები ზომბი. მე არ მგონია რომ გახარიამ ახლა ან თავისი მოქმედება, ან თავისი დამოკიდებულება, ან მომავალი სტრატეგია შეცვალოს. არ შეცვლი და დამოკიდე ხა. მე წარსულზე არ ველაპარაკები, მაგრამ აი იმ პარლამენტში გინდაც ვირტუალური ჯდომა, აი ნამდვილად გამოურიცხავ, არავინ არ შევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბარიერია იმისათვის, რომ იმ რაღაც გაყალბებულ სიმყრალეში შეხვიდე. მაგრამ ეხა არის ხა გვაჩეჩებს კონსტიტუციის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც აწყობს კობახიძეს, რომ რა 100 პირველ დღეს შეიძლება უნდა იყოს, თორე მე არა ეს კონსტიტუციაში 100 კაცი მინიმუმ საჭიროა იმისთვის, რომ ცნო რეგისტრაციას პირველ დღეს კი არ ეხება. ეს ეხება მთლიანად პარლამენტს, რომ
150 კაციანი კრებული ვერ იქნება ქმედითი, ვერ იქნება რესპექტაბელური თუ ასზე ნაკლები ადამიანია იქ და მითხარით ბატონო მარტივად უნდა გამოვიდნენ გაიგოს მაყურებელმა ძალიან დაიბნენ ამ 100-ით და 99-ით და 98-ით და აი 100-ის ქვემოთ რომ ჩამოვიდეს ახლა გახარიამ რომ უარი თქვას მანდატზე რა პრობლემას რა ხელშესახებ პრობლემას შეუქმნის ამის ხელშესახები პრობლემა უყურეთ მისმინეთ ესე პრობლემას დიქტატურას არაფერი არ უქმნის იმიტომ რომ დიქტატურას ფეხზე კიდია კანონი იწვის რომ კანონი ესეა და ესეა აქ არის საუბარი იმაზე რომ კანონის და კონსტიტუციის აი ამ გაუპატიურებაში შენ არ უნდა დაეთანხმო თუ მას ებრძვი ამიტომ უნდა ჩამოვიდეს საუკეთესო იქნებოდა რომ 99-ზე და ფორმალურადაც დარჩეს ერთი პარტია ანუ ქართული ოცნება მაგრამ თუ ამას არ აკეთებს მაშინ სია უნდა ჩახსნას 2-3 კაცი გამოვიდეს 7-8 ფორმალურად დარჩეს და მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება ხმას არ ამოვიღებთ ეგ მისი ტაქტიკის საკითხია იმიტომ რომ ხა პარტია კაც და ფიქრობს რომ საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვანია იმიტომ რომ სხვა დაფინანსება მე არ აქვს და მართლა არ ქონია ამას ხას მე უსვავ ეხა მე ხო ვაკვირდებოდი არჩევნებზე ვინ რას ხარჯავდა და როგორ ხარჯავდა ამ კაც არ ქონია მაგრამ აქ ამ შემთხვევაში რა არის ეს არ და ის არგუმენტი რომ ეს ისედაც გაყალბებულია კი გაყალბებული არჩევნები არალეგიტიმური არავინ არ აღიარებს კი ეს ყველაფერი ესეა მაგრამ დამატებით ვინაიდან ეს ზომბი მაინც აი ცნობილი ის რო არის რა ქვია ჯექსონის კლიპი ზომბები ხელებს ვამბობ ეს ზომბი მაინც ცოცხალია და მიწიდან ხელს ყოფს და ახშობს ხალხს ატერორებს ხალხს ხო ამიტომ ყველა ლურსმანი კუბოში ამ პოლიტიკურ კუბოში ამ ზომბს თუ გაქვს საშუალება უნდა ჩაარჭო და ეს იქნება დამატებითი ლურსმანი ქართული ოცნების პოლიტიკურ კუბოში რომელიც მათ უნდა გადადგან ეს სამართლიანი და სწორი ნაბიჯი ეს იქნება